რას დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპას გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოვნებაში გადაცემდა. თქვენთან არის ვაშა გადაცემა სპეციალური გამოშვებით. სპეციალური გამოშვებით ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ დღეს გთავაზობთ ინტერვიუს ბაჩუ ახალაიასთან. ექსკლუზიური ინტერვიუს, იმიტომ რომ ბაჩუ ახალაიას ინტერვიუ წლების განმავლობაში არ მიუწია არც ერთი ჟურნალისტისთვის. ეს ინტერვიუ ჩაწერილია წინასწარ, რა თქმა უნდა, 9 ოქტომბერს. სუსცენ თუ ვილაპარაკებთ კონტაქტი ანინა დარეიშვილის IP-სა და ჩემს IP-ს შორის განხორციელდა დამყარდა 9 ოქტომბერს საღამოს თბილისის დროით დაახლოებით ალბათ 21 საათსა და 14 წუთზე ან 18 წუთზე. ამ ინტერვიუში ბაჩუ ახალაია ისაუბრებს ძალიან ბევრ რამეზე. სააკაშვილის დროინდელ მმართველობაზე, ამოიცნეს თუ ვერ ამოიცნეს ივანაშვილში რუსული პროექტი, დღევანდელ პროტესტზე, თავის ურთიერთობაზე პროტესტის ხელმძღვანელებთან, თავის მონაწილეობაზე თუ არ მონაწილეობაზე ამ პროექტში. ინტერვიუს ჩაწერას თავის დროზე ჰქონდა ერთადერთი პირობა. ბაჩუ ახალაიამ ინტერვიუ მომცა მხოლოდ იმ პირობით, რომ გამოვაქვეყნებდი თუ კი მას დაიჭერდნენ. იგი მეორე დღეს მიდიოდა კრიმინალურ პოლიციაში, რაც წინასწარ ცნობილი იყო და ამაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ არავინ იცოდა მაშინ, რომ პარალელურად დაკითხვაზე სუსში ოღონდ წაიყვანდნენ მის მეუღლეს. აქეთ როგორც აღმოჩნდა, ერთ მეუღლეს აშანტაჟებდნენ, აქეთ მეორეს, საბოლოოდ ორივე გამოუშვეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით. მე მართლა გულით მინდოდა ორ თვენახევრის განმავლობაში, რომ ეს ინტერვიუ როგორ ოდესღაც წამეშალა და მართლა გულით ველოდებოდი, რომ ბაჩანა ახალაიას არ მოუწევდა ციხეში ჯდომა, ისევ როგორც ანინა დარეიშვილს, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ ამ ინტერვიუს გამოქვეყნების პირობები შეიქმნა სამწუხაროდ. ამიტომ გთავაზობ დღეს ამ ინტერვიუს, გთავაზობ ძალიან ბევრ საინტერესო მოსაზრებას დღევანდელობაზე, გუშინდელ დღეზე და რაც თავარია ხვალინდელ დღეზე. ბაჩუ, გამარჯობა, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მადლობა ამ დათვალით ინტერვიუზე და ბევრი რამე ხდება თქვენს გარშემო და უცებ აგორდა. ახლა გამოძახებული ხარ დაკითხვაზე. თუ იცი ზუსტად რაზე იქნება ლაპარაკი? ძალიან სასაცილოდ მეჩვენება ზოგადად თენგო, როცა სადღაც იბარებს რეჟიმი ვინმეს და მე ადამიანები არჩევენ იქ არა სასამართლოში მივალ, თითქოს რამის ხვაობა არსებობდეს რომელიმე სახელმწიფო უწყება შორის დღეს, ამიტომ სადაც დამიძახეს იქ მივალ. ერთადერთი მიზნით, რომ არაფერი მაქვს ვინმესგან დასამალი და არავის არაფრისგან არ გაურბივარ. მეტყვიან პოლიციაში, მივალ პოლიციაში, მეტყვიან სასამართლოში, მივალ სასამართლოში. ადვოკატი მიყავთ? მოდის ადვოკატი თქვენთან ერთად? არაფერი ესეთი მარტივი რაღაცა თქვეს, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე გიბარებთ და კი ბატონო მე ვთხარით რომ მითხარით და გეახლებით. ეს იყო ჩვენი კომუნიკაცია. არ მგონია, იმიტომ რომ როგორ არის იცი? გულწრფელად რომ თქვა მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საქართველოში ან ადვოკატს, ან პოლიციას, ან პროკურატურას, ან სასამართლოს რამე ფუნქცია გააჩნია. ადვოკატს აქვს დანიშნულება მაშინ, როცა რაღაც სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს. რა მნიშვნელობა აქვს დღეს საქართველოში ადვოკატს გაიყოლებ დაკითხვაზე თუ არა? პოლიციაში მიხვალ თუ პროკურატურაში თუ სასამართლოში? არანაირი. ასე რომ მივალ ჩემით. დაველაპარაკებით, მკითხავენ, პატიოსნად გავცემ ყველაფერზე პასუხს, რაზეც შემიძლია. ახლა იმედმა და სხვა პროპაგანდისტულმა მედიებმა გამოაქვეყნეს ფაილი, თითქოს თქვენ და პაატა ბურჭულაძე გეგმავთ რევოლუციას. მოდი მარტივად გითხოთ. გეგმავთ თუ არა? ერთი ამ პროპაგანდისტულ რაღაცებს საერთოდ არსებითად არ ვანიჭებ მნიშვნელობას, მაგრამ მეორე მხრივ, ეხლა აბსურდია, გასაგებია, თუმცა გულწრფელად ადამიანურად შემიძლია გითხრა, რომ რა ვიცი, პაატა ბურჭულაძეს რამეში თუ გამოვადგები, აი ამ წუთად შემიძლია ადგილი გავუცვალო, შვილებს გეფიცები. აი რამეში თუ აი რაღაცაში გამოვადგები ან მას, ან სხვებს, მაგრამ განსაკუთრებით ბატონ პაატას, იმიტომ რომ 71 წლის კაცია, რომელიც რაღაცნაირად ჩემში აი რაღაცნაირად გახეთქვაზე მაქვს გული, რა ვიცი, თუ რამეში ვინმეს გამოვადგები, მზად ვარ ვემსახურო. თუმცა იმ კონტექსტს, რასაც შენ გაუსვი ხაზი, რომ პროპაგანდისტები ამბობენ, რომ თითქოს პაატა ბურჭულაძემ რაღაცა თქვა, ანუ აბსოლუტური აბსურდია თავისთავად. საიდან გაახსენდით ახლა პროჭორულელებს? ბაჩუ ახალაია ჟღერს მათთვის, მათი ყურისთვის, როგორ გონიათ, მათი მრევლის დასარწმუნებლად სჭირდება თქვენი სახელი და გვარი? ვერ გეტყვი, მე არ უყურებდი სერიოზულად, იმიტომ რომ აი გეტყვი რატო არ უყურებდი სერიოზულად რა.
არ უყურებდი პირველად რო ექსისულელეები გავეგე, არ უყურებდი სერიოზულად, რომ მაგალითისთვის ბიზინა ივანიშვილი ეუბნება თავის მომხრეებს, რომ რაღაც გადატრიალებას მიტყობს ადამიანი, რომელიც 10 წელი მეждდა ციხეში, მერე 3 წელი იყო ქვეყნიდან წასული, რომელსაც კაპიკი არ გააჩნია, რომელსაც არც თავისი პარტია აქვს, არც ტელევიზია, არაფერი არ აქვს. აი ჩემს თავზე ვლაპარაკობ. მე არ მეგონა, რომ ივანიშვილი იტყოდა თავის მომხრეებში, რომ აი ესეთი ტიპი უპირებს გადატრიალებას. ამიტომ არასერიოზულად უყურებდი. თუმცა რას გაიგებ ახლა მეორე მხრივ აქვთ პროპაგანდას ხო აქვს ერთი ჩემზე კარგად მოგეხსენება მგონი აქვს ერთი თვისება რომ ოდესღაც პროპაგანდისტები თვითონ ექცევიან საკუთარი პროპაგანდის გავლენის ქვეშ. მათ ისე აქვთ დაჯერებული რომ თუ ახალაიას გარევენ თუ იქ ვიღაცას ეგეთ ყოფილი ხელისუფლების სახელდაგვარს გარევენ თითქოს თავიანთ მომხრეებში რაღაც კონსოლიდირებას აკეთებენ. მე მგონი ეგ არის სულ და ამასთან გვაქვს საქმე. მოდი კონკრეტული ბრალდებები დავიწყოთ. ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება რომ თქვენ და მურთა ზოდელავა ხართ მეზობლები და ხართ თუ არა რეალურად. კი, მურთაზი ცხოვრობს ჩემთან, მე მცხოვრობ მე-9-ზე, მურთაზი ცხოვრობს მე-7 სართულზე, ერთ სადარბაზოში ვცხოვრობთ. რავი, ძალიან კაი მეგობრები ვართ, ძალიან კარგი მეზობლები ვართ, ოჯახებით, რა ვიცი. წინვალი ოჯახი ყავს, შესანიშნავი მეუღლე, გადასარევი ბიჭი, რა ვიცნობთ ყველას, ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა გვაქვს. როგორც არის. ქართულ მეგობრობაში და მეზობლობაში. ატა ბურჭულაძე არ არის თქვენი მეზობელი, მაგრამ მეგობრობთ ისე მასთან. იცნობთ? ბატონი ბად არის ჩემი უფროსი მეგობარი. დიდი ხანია ჩვენ თბილი ურთიერთობები გვაქვს, მისი ოჯახი და ჩემი ოჯახი დაკავშირებული არიან ნათელმირონობით, ასე რომ ჯერ ერთი ბატონ ბაატასთან მე კომუნიკაცია და შეხვედრა თუ მჭირდებოდა, მან მურთაზი ნამდვილად შუამავლად არაფერში არ დამჭირდებოდა არასდროს. ძალიან პრიმიტიული კითხვა უნდა დავსვა. გეგმავდით თუ არა ამ ადამიანებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას? აი ეს ეხლა ისა თან გოყრეთ, აი ამ თვალსაზრისით, აი ამ ჩვენ სამშორის ასეთი შეხვედრები არა, იმიტომ რომ ეგ ხალხი რასაც აკეთებდა იმ საქმეში მე არ უმონაწილეობ სხვადასხვა მიზეზების გამო. არა ვარ ჩართული ასეთ პროცესებში. ასე რომ ასეთი რასაც ხელისუფლება ამბობს რომ რა ქვია რაღაცა კონსპირაციული შეხვედრები ბუნებრივი არა. ბუნებრივი არა. ისე რომ ეხლა ჩვენ მე ყველასთან ამ ადამიანებთან მეგობრული და სანაცნობო ურთიერთობა მაქვს, აქ დასამალი არავინ არ არის, არასდროს არავის დაუმალავს. აი მაგალითად თუ იმას გულისხმობთ რომ მაგალითად ერთ დღეს გამოაქვეყნეს მურთაცან იყო სტუმრად ბატონი ბაატა და გამოაქვეყნეს და რადგანაც უნდათ ეთქვათ რომ ჩემთან იყო, არ ვიცი თუ ჩემთან იქნებოდა არ ჩვენ არ დავმალავდით, არ ჩვენი ოჯახი დამალავდა და არც ბატონი ბაატა დამალავდა. მურთაცთან იყო ბატონი ბაატა სტუმრად, აცილებს თავის სტუმარს ბატონი მურთაზი და ნუ ეგ არის იმაზე თქვეს რომ რაღაცნაირად კონსულტაციებს იღებდაო ახალაიასგან თუ რაღაც, არ ვიცი, ნუ ეს პროპაგანდის აბსოლუტური ნაბუდვარია ამ თვალსაზრისით. კარგი, პარლამენტის მაკეტი მაინც თუ გაქვთ სახში? საჯარო სივრცეებში იყო ითქვა. თუ რა ვიცი, როგორ უპასუხო ამ შეკითხვას, რა ვიცი, სერიოზულად თუ მეკითხები, რა გიპასუხო, ვარიანტები მაინც მითხარი. არა მაქვს მეგობარო, არც პარლამენტის მაკეტი მაქვს და არც სხვა არაფრის მაკეტის საერთოდ. ხო, არაფერი აბსოლუტურად, არაფერი, არანაირი მაკეტი მე სახში არ გამაჩნია. რა ვიცი, არც არასდროს ყოფილვარ მაკეტებით დაინტერესებული. ხო გითხარი, 10 წელი ციხე, 3 წელი საზღვარგარეთ და რამდენიმე თვის წინ ვარ საქართველოში ჩამოსული. რამდენიმე თვის წინ, რა ვიცი, რამდენი იქნება რა. გაზამთხულიდან 7 თვე ალბათ 6 თვე. აი ესე დაახლოებით 10 თვეა. არავის არსად არ დაუბარები ვარ ჩემთან სახში მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ხო და რა ვიცი, არც შეკითხვა დაუსვამს ვინმეს, არც რა ვიცი, ინტერესი გამოუჩენია, უცებ ტელევიზორიდან თუ საიდანაც ინტერნეტ სივრციდან გაიგო ანიმ და მითხრა რომ აი რაღაც ესეთებს ყვებიან. და შევხედე მეც რომ რაღაც მაკეტი, რაღაც რა ვიცი, რა გითხრათ, პასუხიც არა მაქვს. გარდა იმისა, რომ აბსოლუტური ბოდვა ჩვეულებრივი ნაბოდვარია, მის ესე გავატარე როგორც ჩვეულებრივი ნაბოდვარი. პროპაგანდისტულმა მედიებმა ეხლა გამოაქვეყნეს ფაილი, რომელიც თითქოს იმეილით მიიღეს და რომელშიც არის თქვენი საუბარი თითქოს ბაატა ბურჭულაძესთან. რეალურად ეს საუბარი შედგა თუ არ შედგა, გეცნობათ თუ არა, ან მისი რაიმე ნაწილი თუ შეგიძლია დაადასტუროთ, რომ ეს ნაწილი მართალია, თუ ეს არ არის მართალი. არა, აბსოლუტურად გენერირებულია. 100%-ით გენერირებულია. ჩემი ხმა საერთოდ არ არის.
ანუ ის კი არ არის რომ ჩემი ხმა აღებული და შემდეგ დაჭრილი. სადღაც რო აი მაგალითად ციხეში რო ვიყავი ან სასამართლოზე რო დავდიოდი იმ პერიოდის ხმებიდან აქვთ გენერირებულია თავიდან ბოლომდე თითოეული სიტყვა. სიტყვაც კი არ მეკუთვნის მემანდ. არც ერთი სიტყვა. არც ერთი სიტყვა არ მეკუთვნის. და განსაკუთრებით გულზე რა მომხდა, იცი, ეგ არ არის იმდენად, რასაც ყურადღება მივაქცია, ის ტონი და დამოკიდებულება თითქოს როგორც მე შეიძლება ბატონ ბაატას დაველაპარაკო. მინდა გითხრათ, რომ უდიდესი მოგრძალები და პატივისცემით ვეპყრობი ბატონ ბაატას, ჩემი უფროსი მეგობარია, საამაყო ადამიანი და არასდროს გამიბედი ერთხელ იყო ჩვენს ურთიერთობაში, მხოლოდ რომ მოდი შენობით მისაუბრეო, მაგრამ ახლა თქვენობით ველაპარაკები დღესაც და ხვალაც თქვენობით დაველაპარაკებით და რაღაც განსაკუთრებული მოწიწებით და მოგრძალებით ვეკონტაქტები და ვეურთიერთობი, როცა მაქვს ამის საშუალება. მე როგორც მივხვდი, იქ რაღაც ძალიან თავხედული, უზრდელური დამოკიდებულება იყო, რომელსაც მე ძალიან ეგ არ მომეწონა, იმიტომ რომ წარმოდგენაც არა აქვთ, როცა ბატონ ბაატაზე და ჩემს ურთიერთობაზე საუბრობენ, როგორია ეს ბუნებაში. ეს არის უფროს მეგობართან ძალიან მოგრძალებული და პატივსაცემი ესეთი ურთიერთობა, რომლის ზღვარსაც მე არასდროს გადავსულვარ და არც ვაპირებ ოდესმე გადავიდე. ესე იგი ეს იმის თქმა მინდა რომ არათუ ხმაა გენერირებული. აი სიტუაციურადაც ვერ წვავენ, როგორ შეიძლება მქონდეს მე რომ დამინახონ ერთად მე და ბატონი ბაატა, რა სახის კომუნიკაცია და როგორი მოგრძალებული დამოკიდებულება მექნებოდა მე მასთან. დარწმუნებთ ეს ასეა და ეს იცის ბატონმა ბაატამ და ეს იცის ვინც იცნობს საერთოდ რამე წარმოდგენა მაინც აქვს ჩემ და ბატონი ბაატას ურთიერთობაზე. მართალია რომ თქვენი სახლის გარშემო ეხა რაღაც ბევრი კამერები დაამონტაჟეს ეხლა აი უცებ ბოლო დროს. ბუნებრივია, ეხლა მე ღიად ვცხოვრობ და ანუ ხელის გულზე ვცხოვრობ. ჩემთან ვერ მოვა ვერავინ, მე ვერ მივარ ვერავისთან, ისე რომ ეს არ იცოდეს ხელისუფლებამ 5 წუთში, ანუ დიდი სურვილით რო კონდეს რამე კონსპირაციული ქცევის გამორიცხულია ეგ. სულიად გამორიცხულია. აი ჩვენთან რაღაც პერიოდის წინ ხო დააყენეს ჭკვიანი კამერები, მაგრამ ეს ჭკვიანი კამერები, დიდი კამერები დაამადეს, თორე პატარა კამერებით გაჭედილი იყო. ჩამოსვლის დღიდან მოყოლებული ყოველთვის, რა ვიცი, ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ გამატარებდა მე სადმე ისე კონტროლის ქვეშ, აქ დრონები დაფრინავდნენ და რაღაც, ამიტომ მე არაფერი არასდროს არ მქონია დასამალი. საერთოდ არაფერი არ მაქვს დასამალი და ნაკლებად მადარდება დისკომფორტს კი ქმნის, იმიტომ რომ ბავშვები, ოჯახი რაღაცა, მაგრამ ასე ცხოვრობთ მთელი ამ თვეების განმავლობაში. მთელი ამ თვეების განმავლობაში რაც აქავა. არაფერი აქ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ახალი არ არის. თქვენ თავის დროზე გაგასამართლეს მათ შორის ერთი იყო ყველაზე ხმაურიანი სპეცრაზმელების წამება. სპეცრაზმელები გიჩიოდნენ რომ თქვენ ისინი აიძულეთ ერბინა ტალახში თუ არ მეშლება. გათავისუფლების შემდეგ შეხვდით ამ ადამიანებს, ვინმე რამე შემოგითვალათ? იქნებ ვიღაცამ გითხრათ რომ რა ვქნა ძმაო, აიძულებდნენ, მაწვებოდნენ, აშანტაჟებდნენ. იყო ასეთი საუბარი. თითქმის ყველამ, აბსოლუტურად თითქმის ყველამ და აბსოლუტურად დიდი ნაწილი მე რაც ვიცი და ეჭვიც არ მეპარება რომ ესე იზამენ, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ყველა აპირებს ყველაფრის დასახელებას. ვინ როგორ რა სახით, რომელ კაბინეტში აიძულებდნენ და რამ ხელაზე წოლები გაიარეს. პიროვნულად მე მათთან არ მაქვს არანაირი პრობლემა, ყველამ სათქმელი შემოთვალა. მე ერთადერთი მომავალში ის დამჭირდება და მინდა რომ ესე მოხდეს, რომ იმ 10 წლისთვის რომელიც ჩეხეთში ვიჯექი, იმას ხო ვერაფერი ვერ დააკომპენსირებს, მაგრამ მე მჭირდება, ჩემი შვილებისთვის მჭირდება, სად იყო იქ ფალსიფიცირება, ვინ რა მოიტყუა და რატომ მოიტყუეს. ეს ბუნებრივია მოხდება. მაგაში ხმადო დაწუნება. ქართული სასამართლოს პერსპექტივის რომ ვიჯერათ, უკვე ოპტიმისტური საუბარია ჩვენ. გარდაუვალია ეგ ამბავი, ეს რეჟიმი რო დამთავრდება, აი ძნელად წარმომიდგენია, აი როგორ ფიქრობ თენგო, შენ ფიქრობ რომ ივანიშვილი რო დამთავრდება, შემდგომ საქართველოში კიდე შეიძლება სასამართლოს პრობლემები დადგეს, კიდე შეიძლება ძალაუფლების მიტაცების ან რაღაცი. პრაქტიკულად ამას გამოვრიცხავ. ამას უყურებ როგორც პროცესს, ივანიშვილის დამთავრებით მე მგონია, მე ხრბად ვარ დარწმუნებული, რომ დამთავრდება ჩვენი საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის აი დიდი ეპოქა. აი არ გამოვსულვართ ჩვენ ჯერ ამ უბედურები და რაც რუსებმა დაგმართეს მთელი ამ წლების განმავლობაში, დამთავრდება ივანიშვილი და მთავრდება ეს. ძნელად წარმომიდგენია, რომ დღეს საქართველოში ვინმე ცხოვრობდეს, დაიარებოდეს ადამიანი, რომელმაც გაბედოს ძალაუფლების უზურპაცია და ძნელად წარმომიდგენია, რომ ვინმეს ამის შანსი 10 წლის შემდეგ მიეცეს. დამთავრდება ივანიშვილი და დამთავრდება ეს უბედურებაც. შემდეგ ეს სასამართლო შეიძლება არ იყოს ისეთი იდეალური, როგორიც დანიაში ან ნორვეგიაშია, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის სტანდარტის სასამართლოსაც მივიღებთ და ყველა ინსტიტუციას ძალიან ჩქარა. ამას წყალი არ დაუვა.
კითხვა, რომელიც თქვენთანაც მაგდა ყველასთან, ვინც იმ ხელისუფლებას წარმოადგენდა, წინა ხელისუფლებას. რთული იყო ივანაშვილში თავის დროზე 2011 წელს, 12 წელს, ან იქამდე უფრო რუსული პროექტის ამოცნობა. რთული იყო მიხვედრა, რომ ამ კაცს აქვს დავალება. დარწმუნებული ვიყავი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ზუსტად იცოდა, მაგრამ ეს არ შველოდა არც ვითარებას არ შველოდა ეს ჩვენი ცოდნა იმისთვის, რომ ივანიშვილის რუსულ შპიონობა ყოფილიყო საკმარისი, იმიტომ რომ ქართველ ხალხს უფლება ჰქონდა აერჩია რუსი შპიონიც. თუ ეს იცოდით, ან ხვდებოდით, რატომ არაფერი გააკეთეთ? რატომ არ აღკვეთეთ რუსეთის ამოცანის შესრულება? არ წყვეტდა ეს საკითხს. ქართველ ხალხს ჰქონდა გადაწყვეტილება აერჩია ნებისმიერი ვინმე სააკაშვილის წინააღმდეგ იმ დროს. იქნებოდა ეს რუსი შპიონი, აირჩევდნენ. და არავისთვის არ დაუმალავთ, ამიტომ საზოგადოებაში არსებობდა ეს კითხვები, თუმცა ის რომ რამე სისხლისამართლებრივი ფორმები ამან არ მიიღო, მე ვფიქრობ, ეს სწორი იყო, იმიტომ რომ ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც არსებობდა, საქართველოს არ იყო ისეთი მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუციების ქვეყანა, რომელსაც შეეძლო ამისთვის გაეძლო. ვერ გაუძლებდა. და კიდევ უფრო მეტად დამარცხდებოდა ქართული სახელმწიფო. ჯობდა სამწუხაროდ, ჯობდა ისე, რომ ქართულ ხალხს თუნდაც რუსი ყოფილიყო, თავისი არჩევანი გაეკეთებინა ისე, რომ არავის შეეშალა ამისთვის ხელი. არ ვიყავით ჩვენ ის იმდენად შემდგარი, არც საზოგადოება და არც მით უმეტეს დემოკრატიული ინსტიტუტები ჩვენ არ გაგვაჩნდა, რომ ამ ხელა წინაღობისთვის რამე სერიოზული, ასე ვთქვათ, დასავლური სტანდარტის წინააღმდეგობა გაგვეწია. არ ვიყავით. ის რომ ივანაშვილი მოსკოვის და კრემლის პროექტი იყო, ეს ანალიზის საფუძველზე იცოდა თქვენმა ხელისუფლებამ თუ რაიმე ფაქტები გეჭირათ? სატელეფონო საუბრები, მიწერ-მოწერა. ამ დონის გავლენის აგენტის ფიქსირება არ ხდება როგორც ან მიმეწერით, ან სატელეფონო საუბრებით, ან რაღაც ეს ღრმა ანალიზის შედეგი უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც. ივანიშვილს და მის ცხოვრებას გარდა იმისა, რომ ის რუსის მარიონეტი იყო, სხვა დასაბუთება არც ერთი მიმართულებით არ ჰქონდა. პირველი დღიდან, როგორც კი საქართველოში გამოჩნდა, ის მუდმივად კომუნიცირებდა მაღალი რანგის რუს ჩინოვნიკებთან, მუდმივად. და ამით ამაყობდა კიდეც, არ მალავდა ის, რა ვიცი, რაღაც პერიოდის განმავლობაში, იცოდა ყველა მის გარშემო და ამით პოზიციონირებდა კიდეც როგორც რაღაც სახის გავლენის ადამიანი. და მთელი მისი ბიზნესის, მისი მოღვაწეობის, მისი ქცევის სრული სპექტრის ანალიზი უჩვენებდა მხოლოდ ერთ რამეს, ეს კაცი იყო ღრმად ფესგადგმული რუსულ იერარქიაში. და მეტი სხვა არავინ, ეხლა მართლა ხუმრობა ხო არ არის, რომ ეხლა რაღაც უზარმაზარი თანხის მფლობელი რუსეთში, რომელიც კაციშვილმა ბოლომდე ვერც დაადგინა, რომელი საიდან რა თანხა, რისი იშოვა, რა ბიზნესი ჰქონდა, ერთ დღეს აღმოჩნდა საქართველოში ისე, რომ ძალიან დაახლოებული იყო ყველა ხელისუფლებასთან, ყველა წრესთან, რა ვიცი, ძალიან გასაგები იყო ეს კაცი, ვინც იყო და რა დანიშნულებითაც იყო. და დანიშნულებითაც ჩამოვიდა საქართველოში. ესე იგი საქართველოს რას მეუბნებით ახლა, რომ განწირული იყო კრემლის გამარჯვებისთვის არაფრის გაკეთება არ შეიძლებოდა? ერთხელ სააკაშვილს ვკითხე სხვათა შორის და მითხრა, რომ სახადი უნდა მოიხადო. თქვენც ასე ფიქრობთ, სახადი უნდა მოიხადო? მე ზოგადად ძალიან პრაგმატული ადამიანი ვარ და საერთოდ ერთხელ ვიღაცისგან მოვისმინე, რომ სააკაშვილმა დააგვაჯერა ქართველები, რომ ვართ განსაკუთრებული ერი და ჩვენ ვართ განსაკუთრებული ერი, მაგრამ მან უფრო მეტად დაგვაჯერა ამაში. და მან დაგვაჯერა ჩვენ უპირველეს ყოვლისა იმაში, რომ ჩვენ შემდგარი სახელმწიფო გქონდა. და მინდა ერთი პატარა რაღაცაზე მიგაქცევინო ყურადღება. მიშა სააკაშვილის ხელისუფლება როცა საქართველოში მოვიდა, აი ეს მომენტი რო აიღო 2003 წელი, უფრო ცოტა გვაშორებს უკან ისტორიულად გარბაჩოვის ეპოქას, ვიდრე დღეს გვაშორებს მიშადან ივანიშვილის ამ დღემდე. ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლიდან. ძალიან ჩქარა იყო ეს მოვლენები. ჩვენ ჩავიბარეთ აბსოლუტურად შეუმდგარი სახელმწიფო, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი ინსტიტუცია, სრულფასოვანი კი არა, აი რაღაცა ჩანასახობრივი კი. საქართველოს საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მართავდნენ პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთიდან 90-იანი წლები მოგეხსენებათ პირდაპირ მნიშვნელობით როგორი ბარდაგი იყო, რამდენად გავლენიანი იყო რუსული ხელისუფლება საქართველოში და მე პრაქტიკულად შეიძლება გამოვრიცხო, რომ ეს რუსული გავლენები გამქრალი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ მიშა მოვიდა ხელისუფლებაში.
ესე უცებ არ ქრება რუსული გავლენები. შეუძლებელი იყო მათი ყველასი გამოვლენა, საქმეს ჩამოშორება მაინც. ისე რომ მინიმალიზებული ყოფილიყო მათი მავნე გავლენა. მაგალითისთვის უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო, ათეულობით რუსი ჯაშუში დაიჭირა ჩვენმა ხელისუფლებამ. თამამად შემიძლია გითხრა, რომ ამ ჯაშუშების 95%-ზე მეტი ამავდროულად იყო ქართული კონტრდაზვერვის აგენტიც. ერთგვარი საფარი. ჩვენ აი რაღაცეებს ვამბობენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვხედრია არის რამე სერიოზული უშიშროების სამსახურები არ არსებულა ეს ყველაფერი 60 წელიწადში შექმნილი ეს სამსახურები არ წარმოადგენდნენ ისეთ ძალას, რომელსაც შეეძლო გაიფილტრა ძლიერი რუსული წარმომადგენლობა სხვადასხვა დონეზე. და ძალიან კარგად იცით, რომ ადამიანები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, აი ახლა რომ იციან ხოლმე, ვიღაცა ნაცია იტყვიან, ნაციურ მოძრაობას ადამიანები არ გამოუჩეკიან. უამრავი ადამიანი მუშაობდა შევარადის ეპოქიდან, დაემატნენ სხვები და დღესაც აგრძელებენ მუშაობას. ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები იმდენად იყო, ასე ვთქვათ, რუსული გავლენის ქვეშ 90-იან წლებში, ბუნებრივია ჩვენ ვერც მოვახერხებდით 60 წელიწადში ამ ყველაფრის გაწმენდას, თეორიულად შეუძლებელი იყო და არ გქონდა იმის ილუზია, რომ ჩვენ ეს მოვახერხებთ. ამიტომ რა თქმა უნდა, არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც ქონდათ დიდი ალბათობით პირდაპირი ბმა რუსეთთან. დღევანდელ ბრძოლას თუ აქვს აზრი, ფაქტიურად რუსეთს ვეჭიდავებით რესურსების გარეშე. ქვეყანას რომელსაც უზარმაზარი რესურსი აქვს. ჩემის აზრით, ბევრი ილუზიაა ჩვენს გარშემო, ძალიან ბევრი ილუზია, ბევრად უფრო მარტივად არის საქმე დღევანდელობაშიც და ბევრად უფრო მარტივია გამოსავალიც. აბსოლუტური რაღაცა, ძალიან მიდრეკილი ვართ ილუზორული რაღაცეებისკენ, იმის არ იყოს, რომ თითქოს ვიღაცეებსთან გონია, რომ სამყაროს ჭიბი ვართ საქართველო და ნიუ-იორკიდან დაწყებული, ლონდონით დამთავრებული ყველა ჩვენზე უნდა ზრუნავდეს, დაახლოებით აი ამ მიდგომის არის, როცა პატრიოტულ საქართველოს შეერა რომ დაუშვათ, აი მაგალითისთვის ივანიშვილი არის რაღაცა დაუმარცხებელი ძლიერი ტირანი. კი, უზურპატორია, მაგრამ ძალიან სუსტი, სინამდვილეში რომელიც არაფერზე არ დგას. აი ამ დღეების მოვლენებმაც აჩვენა, ახლა რაზეც ვარ დაბარებული, იმ დღეების მოვლენებმა აჩვენა, რომ უპირველეს ყოვლისა ეს კაცი დგას პატრიოტული საქართველოს შიშზე, პატრიოტული საქართველოს გაუბედაობაზე. და იმ რწმენაზე, რომელიც მოახერხა მთელი ამ წლების განმავლობაში, შეექმნა ამ ხალხში, რომ თითქოს რამეს წარმოადგენს. არავინ არ არის ეს კაცი. არაფერს ისეც არ წარმოადგენს, რაც ჩვენ გონია. ჩვენნაირ ადამიანებს, მე არა პირადად, მაგრამ ძალიან ბევრ საქართველოში არაფერს არ წარმოადგენს. დიდი ხანია ბლეფს ეთამაშება მთელ ქართულ საზოგადოებას და ოდესღაც ყველამ უნდა დაინახოს ეს, რომ ეს კაცი ადვილი დასამარცხებელია, მეგობრებო. ადვილი. არც რამე აი ამას იზამს, ვერაფერსაც ვერ იზამს. აი ნახეთ რა ქნა, 25 რაღაცა გაზით თუ რაღაცით გააჩერა 100,000 ადამიანი. ფიზიკურად თუ დაუკვირდებით და შეეცდებით ვითარების ანალიზს, მიხვდებით, რომ სინამდვილეში მოიგო ეს შეტაკება მეორე მხრის გაუბედაობით. ლიდერებზე არ გულისხმობ, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილის იქ მდგომი ადამიანების. ამით მოიგო. არ მოუგია არც ტანკებით, არც თვითმფრინავებით, იმიტომ ეს მართლა არ ყავს არაფერი. და მე რაზეც დგას ის რამოდენიმე რაღაც ასეული თავისი ზონდერ პოლიციელი არ წარმოადგენს ეს იმას, რომ ამდენი ხანი აიტანოს ქართულმა ხალხმა ეს უსურპატორი. და ერთხელაც როცა დამთავრდება, დიდი ალბათობით ყველა იტყვის, რომ ნუ თუ მართლა სულ ეს იყო. ნუ თუ მართლა სულ ეს იყო და ამდენი წელი ამას ველოდებოდით. აი ესე დამთავრდება ეს კაცი. ბლებს ეთამაშება მთელ ქვეყანას. ეს არის სული სიტყვა შეიძლება და ეხლა მინდოდეს. ბაჩო, დიდი მადლობა, დაველოდები თქვენს ხვალინდელ დაკითხვას და მეგონი პირველად ვეუბნები რესპონდენტს, რომ იმედი მაქვს, რომ ეს ინტერვიუ არასოდეს არ გავა. ანუ თქვენ აღარ შეგაბრუნებენ იქ. გაიხარე. დიდი მადლობა, აბა შენიციც. გაიხარე. მადლობა. ეს ინტერვიუ, როგორც უკვე გითხარით, ჩაწერილია 9 ოქტომბერს, 2025 წლის 9 ოქტომბერს. და ერთადერთი პირობით არის ჩაწერილი. იგი გამოქვეყნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააპატიმრებდნენ ბაჩუ ახალაიას. ბაჩუ ახალაია მეორე დღეს იყო დაკითხვაზე და არ დააპატიმრეს, მაგრამ დააპატიმრეს სამაგიეროდ 25 დეკემბერს. დააპატიმრეს მეუღლესთან ერთად. ამიტომ მე ვასრულებ პირობის ჩემ ნაწილს და ამ ინტერვიუს ახლა ვაქვეყნებ. მაგრამ თქვენი ყურადღება მინდა მივაქციო რამდენიმე ძალიან საინტერესო დეტალს, რომელიც ამ რაღაც სავარაუდოდ ჰაერი და მოტანილ საქმეს ეხება. პირველი არის დრო მაგალითად. სუსის ბრიფინგის დრო. გადაწეული 2 საათზე უფრო მეტი ხნის განმავლობაში. სავარაუდოდ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბაჩუ ახალაიას უბრალოდ აშანტაჟებდნენ, ევაჭრებოდნენ მისი ცოლის თავისუფლებით.
ბაჩუახალაიას უნდა ეღიარებინა, რომ ის იყო სწორედ რევოლუციის ბელადი, ის იყო ყველაფრის თავი და თავი, ამის ფასად გამოუშვებდნენ ანი ნადარეიშვილს ციხიდან. ახალაიამ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, საერთოდ ჩვენება არ მისცა, რის გამოც უსმა გაგვაცნო თავისი აბსოლუტურად უნიკალური დასკვნა ბრიფინგზე. ასე დასკვნამდე ალბათ ეჟოვის დროინდელი NKVD-ც კი ვერ მივიდოდა. ახალაიამ ჩვენება არ მოგცა, ამიტომ სავარაუდოდ ანი ნადარეიშვილიც გარეული იყო ამ რევოლუციის დაგეგმაში. თუ ასეთ ჩვენებებზეა რეალურად და ასეთ დასკვნებზე, ასეთ ლოგიკაზე აგებული მთელი ეს საქმე, რა თქმა უნდა, ვერც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთი საქმე, ასეთ ჩვენებებზე დამყარებული სასამართლომდე ვერ მივიდოდა. მაგრამ საქართველოს არ არის ნორმალური ქვეყანა, ივანაშვილის სასამართლომ დიახ შეიძლება გამოიტანოს ნებისმიერი გამამტყუნებელი განაჩენი ნებისმიერ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, ამ მტკიცებულების გარეშე საერთოდ. კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი არის ინტერნეტ ტრაფიკის მიმოხილვა სუსისგან, რომელიც გვიმტკიცებს, რომ ახალაიას, ანუ ანი ნადარეიშვილის სახლის Wi-Fi-ის და მურთა ზოდელავას სახლის Wi-Fi-ის შორის რამდენიმე დღეში 160 ჯერ დამყარდა კომუნიკაცია. უბრალოდ არავინ დასვა კითხვა, ან ყოველ შემთხვევაში სუსს აქვს იმედი, რომ არავინ დასვავს კითხვას მათი მრევლიდან. რატომ გეგმავდნენ ადამიანები რევოლუციას ინტერნეტით, რომელიღაცა აპლიკაციით, თუ კი შეეძლოთ რომელიმეს ორი სართულის გავლა, პირადი შეხვედრა და პირადი საუბარი. პირადი საუბრის განმავლობაში, პირადი საუბრის დროს დაგეგმა რევოლუციის. მურთა ზოდელავა და ბაჩუახალაია, როგორც უკვე მოვისმინეთ, ერთ სადარბაზოში ცხოვრობენ, ერთი მე-7-ზე და მეორე მე-9-ზე. მათ შეეძლოთ ძალიან მარტივად ყოველგვარი Wi-Fi-ის და ინტერნეტ აპლიკაციების გარეშე შეხვედრა და რევოლუციის დაგეგმა თუ კი ამას აპირებდნენ. ახალაია ახლა დაიჭირეს იმისთვის, რომ გადაეფარათ ლილუაშვილის დაპატიმრება. ლილუაშვილისა, რომელიც იყო რეჟიმის ბურჯი, რეჟიმის ხერხემალი, ივანაშვილის ყველაზე სანდო ადამიანი. კაცი, რომელსაც იგი შეერთებულ შტატებში მოლაპარაკებებზე სავაჭროდ აგზავნიდა. ეს გასაგებია, გავიგეთ, ამდენს მივხვდით, იმიტომ რომ ამ 13 წლის განმავლობაში ძალიან კარგად შევისწავლეთ ქოცების რუსული პროპაგანდა. აკეთებენ რაღაცას იმისთვის, რომ გადაფარონ რაღაც. ლილუაშვილს რაღაცის გადასაფარად დააპატიმრეს. იქამდე დააპატიმრეს ბურჭულაძე, თავდაცყოფილი მინისტრი. იქამდე გილიოტინაში თავი გააყოფინეს ირაკლი ღარიბაშვილს, თუმცა არავინ არის ისინი გილიოტინას როდის დაუშვებენ. ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ორჯერ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს. საქმეები აღძრეს ვიღაცებზე. რაც არ უნდა გააკეთოთ ქოცებო. ვინც არ უნდა დაიჭიროთ. რამდენი ოქრო ზოდიც არ უნდა იპოვოთ თქვენივე მომხრეებს თუ ყოფილ მომხრეებს შორის. რა კავშირებიც არ უნდა უპოვოთ, რამდენი საბავშვო ბაღიც არ უნდა აღმოჩნდეს გაძარცული, რამდენი მილიონიც არ უნდა უპოვოთ ოფიციალურ თუ არაოფიციალურ ანგარიშებზე. ვერ გადაფარავთ მთავარს. თქვენი პროპაგანდა ამას ვერ მოერევა. ვერ მოერევით იმას, რომ საზოგადოებამ ხვალაც მოითხოვოს და ზეგაც მოითხოვოს საერთაშორისო გამოძიება ქიმიური მოწამვლის შესაძლო საქმეზე. იმიტომ რომ თქვენ სავარაუდოდ ხართ რეჟიმი, სავარაუდოდ ხართ ადამიანები, ვინც საკუთარი მოქალაქეები დაწამლა ქიმიური იარაღით. მოქალაქეები ამ გამოძიებას ითხოვენ და მოქალაქეები ამ გამოძიებას აუცილებლად მიაღწევენ. ვინც არ უნდა დაიჭიროთ, რამდენიც არ უნდა მიუსაჯოთ და რაც არ უნდა ჩაიდინოთ კიდევ. ცეცხლი ოლიგარქიას. რაც დავდიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень гадаться надо.